ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფრაზა, რასაც მშობლები საკუთარ შვილებს ეუბნებიან, არის ის, რომ არასდროს უნდა ილაპარაკონ უცნობ ადამიანებთან, რადგან ასე ბავშვებისთვის ბევრად უფრო უსაფრთხოა. ედვარდ რეი დაიბადა 1921 წლის 26 თებერვალს კალიფორნიაში, ფრენკისა და მარი რეის ოჯახში. მისი მშობლები ახალგაზრდა წყვილი იყო, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა. დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ედი პატარა იყო, მათ გადაწყვიტეს გადასახლებული იყვნენ კალიფორნიაში, რადგან უნდოდათ, რომ მათი ვაჟი კარგ ადამიანებს შორის გაზრდილიყო და განათლება მიეღო, რასაც მათი შესაძლებლობები იძლეოდა. ედიმ ჩაუჩევილოს საშუალო სკოლა 1940 წელს დაამთავრა და პირველად ცხოვრებაში სერიოზულად მოუწია დაფიქრება, თუ რით უნდოდა რომ დაკავებულიყო ცხოვრებაში. და როდესაც გადაწყვიტა, რომ ჯერ ბოლომდე მზად არ იყო ჩაუჩევილოს კომფორტისა და თავისი მშობლების დატოვებისთვის, მან მეზობელი ფერმა იყიდა. იქ სიმინდს ზრდიდა და სხვა საქმიანობას ეწეოდა. მას უყვარდა თავისი ფერმა და მუშაობა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად გრძნობდა, რომ ცხოვრებაში რაღაცას ტოვებდა. რაღაცას, რაც უფრო მეტად დააკმაყოფილებდა მას. ედის ყოველთვის ეგონა, რომ მას საკუთარ საზოგადოებაზე ზრუნვის სიყვარული ჰქონდა და 1950-იან წლების დასაწყისში გადაწყვიტა ახალი კარიერა ეცადა. ედიმ დაიწყო მუშაობა მძღოლად ჩაუჩევილოს ადგილობრივ სკოლაში, სადაც კვირის ყოველ სამუშაო დღეს ბავშვებს სახლიდან სკოლაში ატარებდა და ხოლო შემდგომ უკან მიყავდა. მძღოლის სამსახური ედის სიამოვნებდა. ეს იყო სასარგებლო საქმე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მას ასევე გრაფიკის მკაცრი და სტაბილური ჰქონდა. მაგრამ ეს გაგრძელდა მხოლოდ იმ დღემდე, როდესაც მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მის მარშრუტზე მყოფი ყველა ბავშვი ადგილობრივი მოსახლე იყო. ყველა იცნობდა ედის, რადგან უმეტესობა მისი ყოფილი თანაკლასელების შვილიშვილები იყვნენ. თითოეული მათგანი მოუთმენლად ელოდა მასთან შეხვედრას დილის დასაწყისში და დღის ბოლოს. მის მარშრუტზე ბავშვების ასაკი 5-დან 14 წლამდე მერყეობდა და მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ყველა მათგანი ედის უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდა. 1976 წლის 15 ივლისს ედი როგორც ყოველთვის თავის ჩვეულებრივ მარშრუტს გაუყვა, რათა სკოლიდან ბავშვები სახლში დაერიგებინა. იმ დღეს მასთან უკვე იჯდა 19 გოგონა და 7 ბიჭი. ედი ჩაუჩევილოს ნაცნობ გზებს შეუყვა და როდესაც მარშრუტის პირველი დაგეგმილ გაჩერებას უახლოვდებოდა, მან რაღაც უცნაური შენიშნა. პირდაპირ ავტობუსის წინ, ჩვეულებრივ ცარიელ გზაზე იდგა ერთი უცნაური თეთრი ფერის ფურგონი, გზის შუაგულში გაჩერებული. როდესაც უკეთ შეხედა, დაინახა, რომ გვერდით კიდევ ერთი თეთრი ფურგონი იდგა. ალბათ რაღაც პრობლემა ჰქონდათ და მოძრაობას ბლოკავდნენ. ედი მასე იფიქრა, რომ შესაძლოა დახმარება სჭირდებოდათ, ამიტომაც ავტობუსი პირდაპირ ფურგონის წინ გააჩერა და დაიწყო გზაზე ყურება, რომ გაეგო, თუ სად იყვნენ მფლობელები და რა პრობლემა ჰქონდათ. მან გადართვა ნეიტრალურ გადაცემაში, დაადგა მუხრუჭს ფეხი და იმ წამს დაინახა, როგორ გამოვიდა ფურგონიდან ერთდროულად 3 მამაკაცი. ედის გულისრევა დაეწყო. ასე აფრთხილებდა ხოლმე მისი სხეული მას ბავშვობიდან საფრთხის დროს. ედის უნდოდა რაც შეიძლებოდა სწრაფად გასცლო და იქაურობას, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. სანამ ნეიტრალურიდან დრაივში გადაიტანა, უკვე ეს 3 მამაკაცი აუღელებლად ავიდა ავტობუსში. თითოეულ მათგანს ხელში ჰქონდათ პისტოლეტი. კოლგოტები ეფარათ სახეზე ვინაობის დასამალად. ერთ-ერთმა ედის თავზე პისტოლეტი დაადო და ხრინწიანი ხმით უბრძანა ხელი მოეშორებინა საჭისთვის, წინაღავდაკ შემთხვევაში თავს გაუხრეთდა. ედიმ ხელები აწია და კაბინიდან გამოვიდა. მისი ადგილი ერთ-ერთმა ბანდიტმა დაიკავა, ხოლო დანარჩენი ორნი ავტობუსში მოძრაობდნენ. ედიმ კაფიოდ გააცნობიერა, რომ ის 26 ბავშვი საშინელ საფრთხეში იმყოფებოდა. და დიდი ალბათობით უახლოეს პერიოდში იქედან ვერ გააღწევდნენ. როდესაც ნიღბიანი ბანდიტი ავტობუსით ახლომდებარე მშრალ არხში ხიდის ქვეშ შევიდა, ედი ცდილობდა ხმა არ ამოეღო და ეშინოდა, რომ თუ რაიმე სიტყვა და მოკლავდნენ, თუნდაც იმისთვის, რომ ბავშვები დაემშვიდებინა. ყველაფერი თითქოს მშვიდად მიდიოდა, მაგრამ ბავშვებმა კითხვები დასვეს, როგორც ამას ისინი ხშირად აკეთებენ, სად იყვნენ, რა ხდებოდა. ავტობუსში ყველაზე პატარა ბავშვი იყო 5 წლის მონიკა. მონიკას ყურადღება ერთ-ერთი დამნაშავის თავზე არსებულმა კოლგოტმა მიიქცია. კოლგოტიდან დამნაშავეს ყურები სასაცილოდ უჩანდა. შესაბამისად, ბავშვს მოეწონა ის და კითხვებს უსვამდა. მონიკას ბუნებრივია არ შეეძლო სიტუაციის საშიშროება გაეაზრებინა და ამიტომაც ბანდიტს კითხვა დაუსვა. იქნებ ის იყო ის ცნობილი საღდგომო კურდღელი, რომელიც ტკბილოუს და საჩუქრებს უტოვებდა ბავშვებს ძილის დროს. მონიკას უდანაშაულო ცნობის მოყვარეობამ კარგად წარმოაჩინა ის საშინელი რეალობა, რაც თავს დაატყდათ ბავშვებს. ისინი ძალიან პატარები იყვნენ იმის გასაგებად, თუ რაც ხდებოდა.
ედიც კი ბოლომდე ვერ ხვდებოდა რა ვითარებაში აღმოჩნდნენ. იძულებით ყველა ბავშვი ორ თეთრ ფურგონში გადაიყვანეს და ბანდიტებმა კარი დაკეტეს. ფურგონები დაიძრა და ედი აკვირდებოდა როგორ მოძრაობდნენ ისინი. ბავშვებს არც საჭმელი ჰქონდათ და არც წყალი. ედიმ საათს შეხედა და დროც დაიმახსოვრა, როდის დაიძრა ფურგონი. ორ ფურგონში უკანა ნაწილში 26 ბავშვი ერთმანეთზე მიყოლებით მჭიდროდ ჩასვეს და 11 საათის განმავლობაში იმგზავრეს შეუსვენებლად ტუალეტის გარეშე და წყლის გარეშე. მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ თუ სად მიდიოდნენ. ბავშვები უმეტესად პატარები იყვნენ. ფურგონის უკანა მხარეს ბავშვების უმეტესობას გულისრევა დაეწყო და ზოგიერთმა მათგანმა გონებაც კი დაკარგა, რადგან პრაქტიკულად ჟანგბადი არ იყო და 11 საათის განმავლობაში მგზავრობდნენ ერთმანეთზე მჭიდროდ ჩალაგებულები. უფროსები ცდილობდნენ პატარების დამშვიდებას, მღეროდნენ, ამხნევებდნენ როგორც შეეძლოთ. ედი და ბავშვები ლივერმორის კარიერებთან მიიყვანეს ღამის 4-ის ნახევარზე. დაბნეულები და სრულიად შეშინებულები, ედი და ბავშვები ფურგონიდან ერთი მეორეს მიყოლებით გამოჰყავდათ. თითოეულს, ვინც ფურგონიდან გადმოდიოდა, აიძულებდნენ ეთქვა თავისი სახელი და ნიშნებს აძლევდნენ. ედი ვერ იგებდა რა ხდებოდა და ვერ ხვდებოდა რატომ გახდა ეს 26 ბავშვი ამ ადამიანების სამიზნე. ყველაზე მძიმე რაც ედის შეეძლო წარმოედგინა ის იყო, რომ მისი და ბავშვების ბედი სიკვდილით დასრულდებოდა. სიურპრიზ და საშინელებას ის ემატებოდა, რომ გამტაცებლობს თითოეული ბავშვი ხელჩაკიდებული მიჰყავდათ კარიერის სიღრმისკენ. ედი ცოტათი გადაიხარა და დაინახა, თუ სად მიჰყავდათ ბავშვები. შეამჩნია, რომ მიწის ქვეშ კიდევ ერთი ფურგონი იყო. ის დაახლოებით 12 ფუტის სიღრმეზე იყო ჩამარხული და ჩანდა ჭუჭყიანი სახურავი. სახურავზე პატარა ჭრილი იყო და მასში ჩაშვებული იყო კიბე. იმ მომენტში ედიმ სრულად გააცნობიერა. გამტაცებლები მას და ბავშვებს ამ ფურგონში ჩასვამდნენ, რათა ცოცხლად დაემარხათ. ყველა ბავშვი აიძულეს კიბეზე ჩასულიყვნენ მიწაში ჩაფლულ ფურგონში. სიტუაციის სერიოზულობა განსაკუთრებით უფროს ბავშვებს აშინებდა, რადგან ნელ-ნელა გრძნობდნენ საფრთხეს. ფურგონის შიგნით სხვადასხვა ფორმის და ზომის ბინძური მატრასები ელაგა და საკმაოდ ბევრი წყალი და საჭმელი იყო მომარაგებული. ედიმ უცებ გააკეთა ინვენტარიზაცია, რა იყო ფურგონში, როცა მისი თვალები სიგნალს მიეჩვია და სწორედ იმ მომენტში, სანამ რაიმე სიტყვა და გამტაცებლებმა დაიწყეს ფურგონის სახურავზე მოთავსებული ლითონის დიდი ფირფიტის დახურვა. ამის შემდეგ ბავშვებმა გაიგეს, როგორ იწყებდნენ სახურავზე მიწის დაყრას. ზოგი ბავშვი ამის გამო პანიკაში ჩავარდა და ყვირილი დაიწყო. ედი მათი დამშვიდებას სცადა, მაგრამ თავად კარგად იცოდა, რომ შიში უკვე ეუფლებოდა და ვეღარ შეძლებდა თავის ემოციების კონტროლს. ედი მათ ბავშვებთან ერთად ტირილი დაიწყო. ის დარწმუნებული იყო, რომ სახურავი ვერ გაუძლებდა ზემოდან დაყრილ მიწას და გარდაულად ჩამოინგრეოდა, შესაბამისად თითოეულ მათგანი დაიხოცებოდა. ფურგონში ჟანგბადი იკლებდა და სულ უფრო და უფრო გაუსაძლესი ხდებოდა სუნთქვა. ედიმ ბავშვებს შეხედა, მათი შეშინებული სახეები დაინახა და სწორედ იმ მომენტში მოხდა რაღაც სრულიად მოულოდნელი. ჯგუფში ყველაზე უფროსი ბიჭი, 14 წლის მაიკ მარშალი, უცებ წამოდგა და განაცხადა, რომ იმ დღეს იქ არ მოკვდებოდა, სანამ გაქცევას მაინც არ ცდიდა. ედის ამ სიტყვებმა იმედი და მიზანი მისცა. ის მაიკს გვერდით დაუდგა და უფროს ბიჭებს დახმარებას თხოვა. მათ დაიწყეს გაქცევის გეგმის შედგენა. ფურგონში მიმოფანტული ყველა მატრასი ერთ ადგილზე მიიტანეს და ერთმანეთზე დაალაგეს, რომ ვიღაცას ზემოთ დადგომით სახურავთან მისვლის შესაძლებლობა ჰქონოდა. ბიჭები მატრასების ზემოთ ადიოდნენ და ცდილობდნენ ბალანსის შენარჩუნებას. სხვა ბავშვებმა მათ საწოლის ჩარჩოდან ამოღებული ხის ჯოხები გაუწოდეს. ზედა ნაწილში მყოფი ბიჭები ხის ჯოხებით ცდილობდნენ ლითონის ფირფიტის გადათრევას გვერდით, რომელმაც სახურავის ხვრელი დახურა. როდესაც დაიწყეს ზეწოლა, მალევე მიხვდნენ, რომ ფირფიტას ზედ ორი დიდი უზარმაზარი ტრაქტორის აკუმულატორი ედო. იმ შემთხვევისთვის, თუ მძევლობიდან რომელიმე გაქცევა შეეცდებოდა. თითოეული ასეთი აკუმულატორი დაახლოებით 45 კილოგრამს იწონიდა, ანუ 90 კილოგრამი ედო ზემოდან ფურგონს. დამატებით ამას მიწა. უფროსი ბიჭები ცდილობდნენ ფირფიტის და ამ ორი გიგანტური ბატარეის გადაწევას, მაგრამ უკვე სრულიად გამოფიტულები იყვნენ. არც საჭმელი ჰქონდათ და შესაბამისად ამ სივრცეში ჟანგბადით ძალიან ნაკლები იყო. ზოგი ბავშვი წყალს ასხამდა ედის და ბიჭებს თავზე, რათა გაეგრილებინათ და გონზე მოეყვანათ. ფურგონის სახურავი მიწის წონისგან ნელ-ნელა დეფორმირდებოდა და ბავშვებისკენ იხრებოდა. შემდეგ ერთ-ერთი ბიძგისას ლითონის ფირფიტა ოდნავ გასწორდა და სიტუაციამ თითქოს წარმოუდგენელი მიმართულება მიიღო. ბიჭებმა შეძლეს ფირფიტის გადაწევა და დაინახეს უამრავი ჩაყრილი მიწა. ედიმ ერთ-ერთ უფროს ბიჭს ასვლა შეასწავლა და უთხრა, როგორ გადაეყარა ზედაფენები, მიწა და ნამსხვრევები. ამის შემდეგ ედიმ ბავშვების ამოყვანა დაიწყო ფურგონის სახურავში გაჩენილი ხვრელიდან. თითოეული მათგანი ზედიზე დამოიყვანა.
ასე ბავშვებმა და ედიმ ფურგონიდან გამოსვლა შეძლეს თითქმის 16 საათის შემდეგ, რაც ისინი ცოცხლად დამარხეს. ედიმ და ბავშვებმა კლდეების ჭრდილში მოახერხეს გადაადგილება და მიაღწიეს კარიერის დაცვის კუთვნილ პატარა ქოხს აღმოსავლეთ ყურის რეგიონულ პარკში, დახმარების საძებრად. იქ მათ კარიერის ღამის დარაჯი დახვდათ. დაბნეული, მაგრამ ის მზად იყო დაერეკა პოლიციაში. როცა ადგილობრივი პოლიცია მივიდა, მათ ნამდვილად არ სჯეროდათ, რასაც ედი და ბავშვები ყვებოდნენ და როდესაც ოფიცრებმა მიწაში დამარხული ფურგონი დაინახეს, ისინი შოკირებულნი დარჩნენ იმით, რაც იქ რეალურად ხდებოდა. ედიმ შვებით ამოისუნთქა. პოლიციამ დაადგინა, ასეთი მასშტაბის ოპერაცია, რომ განეხორციელებინა კარიერში შესვლისთვის ბევრი დრო უნდა ჰქონოდათ, რათა ფურგონი დაემარხათ. მალევე გამომძიებლებმა შეძლეს კარიერის მფლობელის შვილის პოვნა, 24 წლის ფრედერიკ ნიუ ჰაუდი, რომელსაც ზაფხულობით კარიერზე მუდმივი ცნობა ჰქონდა. შემდეგ პოლიციამ სწრაფად იპოვა მისი ორი მეგობარი, ძმები ჯეიმსი და რიჩარდ სკანფილდები. სამივე ახალგაზრდა მამაკაცი პირველადი გატაცებიდან 2 კვირის განმავლობაში დააკავეს. ამის შემდეგ ისტორია გამომძიებლების თვალწინ ნაბიჯ-ნაბიჯ ნელ-ნელად ცხადი ხდებოდა. სწორედ ეჭვების საფუძველზე მიხვდა პოლიცია, რომ ედი და ბავშვები სიმართლეს ამბობდნენ. ახალგაზრდები, რომლებიც ზაფხულის სასწავლო პროგრამაზე მიემგზავრებოდნენ, თავიანთი სკოლის ავტობუსით ცარიელ ტერიტორიაზე იპოვეს. ეჭვი არ იყო, რომ ავტობუსი განზრახ იყო დამალული ხშირ ბუჩქებში, ხოლო მტვერი მიუთითებდა, რომ ავტობუსში მოზარდები დიდი ხანია უკვე აღარ იყვნენ. მისი საიდუმლო გაქრობა ასევე მიუთითებდა, რომ მინიმუმ 2 ადამიანი მაინც უნდა ყოფილიყო ჩართული. ერთი, რომელიც ავტობუსს დამალავდა და მეორე, რომელიც ბავშვებს ზედამხედველობას გაუწევდა. გარდა ამისა, მიწაში დამარხული ფურგონის ზედაპირზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების კვალიც იყო. მშობლების დიდი ნაწილი აღელვებით ელოდა გამოძიების დასრულებას, სხვები კი მთელი ღამე სიფხიზლას ინარჩუნებდნენ პოლიციის განყოფილებაში. ჯეიმსმა და რიჩარდმა პოლიციას უამბეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მდიდარი ოჯახებიდან იყვნენ, უზარმაზარი თანხები ჰქონდათ ნასესხები და რადგან მათ სასწორკვეთილად სჭირდებოდათ ფული, ყველაზე მორგებულ გზად მძევლების გატაცება და გამოსასყიდი დაინახეს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ფილმებში. ამიტომაც გაიტაცეს ბავშვებით სავსე ავტობუსი. ჯეიმსის თქმით, ჩვენ გვჭირდებოდა რამდენიმე მსხვერპლი, რომ მიგვეღო რამდენიმე მილიონი დოლარი. მათ ბავშვები შეარჩიეს, რადგან ბავშვები სახელმწიფოსთვის ფასეულნი არიან. ქვეყანა აუცილებლად მზად იქნებოდა მათ გამო გადაეხადა. და პლუს ბავშვები არ ეწინააღმდეგებიან, ისინი დაუცველები არიან, ბრძოლას ვერ შეძლებენ. გამტაცებლებმა გადაწყვიტეს ერთი დღე დალოდებოდნენ და შემდეგ დაერეკათ, მაგრამ იმავე საღამოს შეიტყვეს სიახლეებში, რომ ედიმ და ბავშვებმა თვითონ მოახერხეს გაქცევა. მათი გეგმა საშინლად და კატასტროფულად ჩამოიშალა. როდესაც გატაცების საქმის განხილვა დაიწყო, სამივე ახალგაზრდამ თავი დამნაშავე ცნო. სამივე მათგანს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, პირობითი გათავისუფლების შესაძლებლობით. 2012 წელს რიჩარდ სკანფილდი გაათავისუფლეს, ხოლო 2015 წელს ჯეიმსიც პირობით გაათავისუფლეს. სედრიკ უოტსი, გატაცების მთავარი ინიციატორი, მუდმივად იღებდა უარს პირობით გათავისუფლებაზე და დღემდე ციხეშია, პირველივე განაჩენის დღიდან. მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა 26 ბავშვი და ედი გადაურჩნენ ამ საშინელ გამოცდილებას, ბავშვებზე დატოვებული ფსიქოლოგიური იარები დღემდე მათ თანსდევს. მათი უმეტესობა განიცდიდა შფოთვას, პანიკურ შეტევებს და კოშმარებს, გატაცებასთან და სიკვდილთან დაკავშირებულ სიზმრებს. სინამდვილეში უმეტესობა დაზარალებულმა განაცხადა, რომ მუდმივი სიმპტომები 25 წლის შემდეგაც კი არ გამქრალა. იმ ტკივილს, რაც მათ ასეთ ასაკში განიცადეს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებენ. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მხოლოდ 3 კაცის გაფლანგული ფულის გამო მათი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ედვარდ რეი 2012 წელს ჩოუჩილოში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა 91 წლის ასაკში. მიუხედავად წლებისა, ჩოუჩილოს ბავშვებმა არასდროს დაივიწყეს, რას ნიშნავდა ედის მიერ გაკეთებული საქმე მათთვის. ედვარდ რეის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში მას ესტუმრნენ ის ბავშვები, რომლებიც 35 წლის წინ მან გადაარჩინა.